მე მინდა მოგიწოდოთ ეგეთი რაღაცა, რომ გამოხატეთ საჯაროდ მხარდაჭერა გირჩის მიმართ. სხვადასხვა ფორმით. დარეგისტრირდით ჩვენ საიტზე. დაგვაფინანსეთ. არჩევნების დღეს გადაიღეთ სელფი და თქვით, რომ 36 შემოხაზეთ. პოსტები დადეთ. გირჩის ბაბუში შემოდით. რატო გეუბნებით ამას? იმისთვის, რომ ჩვენ არჩევნების მერე ვიცოდეთ ის ხალხი, რომელსაც შევიყვანთ საკრებულოებში, ვის დაეხმაროს. ჩვენი ხალხი არ დაეხმარება ყველა მოქალაქეს. ჩვენთან მაგალითად აი ხშირად რეკავს ადამიანები, რომ ოცნება შემოხაზე, მაგრამ ახლა პრობლემა მაქვს, ჯარში მივყავართ, ან რაღაცა შვებიან, მშენებლობის ნებართვა მჭირდება, როგორ გავაკეთო, სოცდახმარებიდან ამომიღეს, რა ვქნა. აი ამ ხალხს ჩვენ არ დავეხმარებით. არ არის ეს, ანუ მე არ შემყავს საკრებულოში ხალხი, ამ ხალხის დასახმარებლად. ხოცის მეტი რა არის საკრებულოში, ჩემთან რა გინდათ? ლელოც იქნება საკრებულოში, ჩემთან რა გინდათ? გახარიაც იქნება საკრებულოში, ჩემთან რა გინდათ? მიდით მასთან. ჩვენ მოდით შეგვაყვანინეთ ხალხი, რომელიც იქნება თქვენი წარმომადგენელი, ჩათვალეთ, რომ თქვენი კაცი ყავთ საკრებულოში. რომელსაც რა შეუძლია დამოკიდებულია იმაზე, რამდენი კაცი მეყოლება. მე თუ თბილისის საკრებულოში 4 კაცი მეყოლება, ჩათვალე ყველაფერი შემიძლია. ნებისმიერი მშენებლობის ნებართვის მიღება შემიძლია ვიღაცისგან. იმიტომ რომ მე დავჭირდები რაღაცაში. ნებისმიერი ლიცენზიის და რაღაცა ნებართვა იქნება თუ სერტიფიკატი თუ რაღაცის აღება შემეძლება. გენგეგმა იქნება თუ გარევაჭრობის პრობლემის მოგვარება შემეძლება, იმიტომ რომ ჩემი 4 კაცი ყველას დაჭირდება. მაგრამ ეს ჩემი 4 კაცი იქნება თუ 1 კაცი იქნება, იმუშავებს იმ ხალხზე, რომელიც მე წინასწარ აი დამიდასტურებს, რომ ჩემიანია. ჩემთან არის რეგისტრირებული, ჩემი დამფინანსებელი იყო, საჯაროდ მიჭერდა მხარს. ანუ რაღაცა კრიტერიუმებით ერთად დავადგენ, რომ ის ჩემიანია. ანუ მე ეს არჩევნები მინდა იმისთვის, რომ ჩემიანებს მოვემსახურო ადგილობრივი თვართობის ორგანოში, საკრებულოებში. დავეხმარო მათ, რომ რომელიღაცა ჩინოვნიკთან პრობლემა აქვს, პოლიციასთან პრობლემა აქვს, პროკურატურასთან პრობლემა აქვს, მიყვეს ჩემი წარმომადგენელი ჩემიანს. რამ გამოგვივა ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენი კაცი იქნება ჩვენ, რამდენი კაც გავიყვანთ. რამდენი იქნება ჩვენიანი საკრებულოში. ხოცი ხარ შინაგანად, მაგრამ ხვდები, რომ ხოცებს არ აინტერესებთ. ბევრი საქმე აქვს და შენ თარცალიათ. მოდი მე დამიჭირე მხარი და მე დაგეხმარები მათთან კომუნიკაციაში, არ გაიქცევა ჩემი წარმომადგენელი, ტელეფონს უპასუხებს, ისევე როგორც ახლა აგერ ეკავს ხალხი და უპასუხებთ. ისევე როგორც დილის ლაივებში გელაპარაკებით, როგორც პოსტებზე და კომენტარებზე გპასუხობთ. ანუ ჩვენ ხარ გავდივართ. პოლიტიკური პროცესი ეს არის და არა ის მაიმუნობა, რომ ბელად საძლევ ხმას, რომელსაც შენ არ აინტერესებს, შენი აზრი არ აინტერესებს. ერთხელ მოგიგდო 100 ლარი და ფეხებზე კიდიხარ. აი ეს არის ჩვენი ტაქტიკა ამ არჩევნებზე. მაშინ, როდესაც აი ეს დურდომია მოწყობილი, მაშინ, როდესაც აი ეს გაურკვევლობა არის ჩვენ პოლიტიკურ სპექტრში, ზოგის დაშლა უნდა და საჯაროდ ამას ვერ ამბობს, ზოგს კიდე რაღაცა სხვა მიზნები ახასია, ფული შოვნა უნდა, ხაზარაძეს ვაფშე ფეხებზე კიდია, ჩემი აზრით, მიტინგზე დგომა და მას უნდა თავისი წელიწადში მილიარდი შოვნა. ყოველთვის ასე იყო, ყოველთვის ლაგდებოდა ხელისუფლებებთან, ახლაც ლაგდება ხელისუფლებებთან. და თქვენ კიდე ამის მიხვედრა არ გინდათ. მედია მეინსტრიმი ამაზე არ არის მოწყობილი. მედია მეინსტრიმში საერთოდ სხვა რამეა დღეს. მე ნაკლები იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი ამას მიხვდება, რასაც ვაპარაკობ, მაგრამ ვინც დაფიქრდებით და ვინც მიხვდებით, მე ვითხოვ, რომ ხარ საჯაროდ დაგვიჭიროთ. საჯარო მხარდაჭერას ვითხოვ. ღირებული არის საჯარო მხარდაჭერა. მე რაღაცა შენ ყურში გითხარი, რომ მე შენი ამორჩეველი ვარ ძმაო, მაგრამ ამას საჯაროდ ვერ ვიტყვი. კარგია ესეც თუ მართლა გულწრფელი ხარ და მართლა ეს არის, უბრალოდ მე ხო ეს უნდა დავამტკიცო. აი რაღაცით ხო უნდა შევძლო ამით დამტკიცება, რომ მომავალში შენ რომ მოხვალ ჩემთან, მე შენი ამორჩეველი ვარ, რომ მტკიცებულება უნდა გქონდეს. ისე მე ვერ მოგემსახურები. იმ ხალხს, რომელსაც მე ძალიან ცოტას გავიყვან, სხვადასხვა და ჩემი რესურსები შეზღუდულია, მე ყველაზე მთელ საქართველოზე ვერ გადავანაწილებ. მე ის უნდა გადავანაწილო ეფექტურად და ეფექტურად რო იყოს, უნდა გადავანაწილო ეს უნდა იყოს ეს რესურსი უნდა იყოს მოხმარებული გირჩის საზოგადოებაზე. ჩვენს community-ზე ესე რომ ვთქვათ, რომლის გაკეთებასაც ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომლის საწყისი წერტილებია გირჩის ბაბლი იქნება ეს თუ ჩვენი სათათბირო და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არჩევნები მინდა ამის გასაძლებლად გამოვიყენო. აი მაშინ როცა ყველა ხოცების დამხობას და ბენზინას ჩამოგდებას და რუსეთში გაშვებას ამდენიმე კვირაში ჩალიჩობს, ჩვენ ღიად ვაცხადებთ, რომ არ ვებძვით ხოცებს. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ხალხი გავიყვანოთ საკრებულოში, რათა ჩვენი ამომრჩევლების ინტერესების დაცვა ადგილობრივი თვართობის ორგანოებში ეფექტურად შევძლოთ. აქ კომენტარებს ვკითხულობ ახლა და ხალხი ამბობს, რომ მარტო შენს მომხრეებსო, მასეო ხოცებიო, მარტო თავის მომხრეებს რო ექნება ეგარი პრობლემაო. და მას მეორე ის იყო კრიტიკა იყო, რომ
მასეო კოცები ხო უკეთესად დაეხმარებიან ვიდრე შენო ვიღაცასო და მეო მასეო მირჩევნია კოცი ავირჩიო და ხო და აი მასე კოცი აირჩიე კაცო რა პრობლემა არის კოცები ხო ისედაც 50%-ზე მეტი აიღეს ახლა მარჩენებზე მაგრამ ხო არ ეხმარებიან ყველას ან როცა შენ ყველაფერი შენს ხელშია შენ ხო ის ერთი ადამიანი რომელიც შენთან დასახმარებლად მოვა რომლისნაირიც მილიონზე მეტი ყავს ხო ფეხებზე კიდია და ხო მაგიტომ არც არის უკმაყოფილო რომ კოცები მათ არ ეხმარებიან მაგრამ მე ხო ერთი ან ორი ადამიანი რომ ეყოლება საკრებულოში ყველას ხო ვერ დავეხმარები მე ხო ხელისუფლება არა ვარ მე ხო არ ვამბობ რომ ხელისუფლებაში რომ მოვალ მე მარტო ჩემიანებს დავეხმარები მეთქი ამ საკრებულოში ამ ოპოზიციიდან იმ მდგომარეობაში რაც ვარ ყველას ვერ დავეხმარები და პრიორიტეტი როგორ გავაკეთო ვის დავეხმარო ადრე თუ პირობითად ვცდილობდი რომ ყველას დავხმარებოდი რაღაცნაირად რავი ვერ გავქაჩავ და მინდა რომ ჩემი რესურსი ის ჩემი ადამიანი საკრებულოში ვერ გაკაჩავს და რა თქვას ივან დავეხმარები რაღაცა ქალებს მარტო კაცებს მარტო ქერათმიანებს მარტო ჩემს მომხრეებსაც დავადასტურებ იმიტომ რომ რესურსი მეტი არ მაქვს მომეცი მეტი რესურსი მომიყვანე ხელისუფლებაში და მთელ ქვეყანას გამოვიყვან კრიზისიდან განსხვავებით კოცებისგან ამიტომ რა გიკვირთ ჩემგან აქამდე ვწდებოდით ის ხალხი რომელსაც ვეხმარებოდით მე რო გვაგინებდნენ რომ მაინც მაგათ ვეხმარებოდი ეს იყო შეცდომა უფრო ვიდრე ის რომ გითხრათ რომ ხალხო მოდით მითხარით ვინ ხართ ჩემიანები რომ იქ ჩემი შეზღუდული რესურსით ეფექტურად დაგეხმაროთ ხო და რა არის ამაში გაუგებარი თუ ჩემიანი არ ხარ აი ამ სიტუაციაში ამ გიჟობაში რომ 97% რო აქ კოცებს და კიდე შენ უმატებ ხმას წადი შენ დედაცვატირე მე რატომ დაგეხმარო მართლა ჩემი ერთკაციანი რესურსით ან ჩემი თვეში რავი რამდენიმე ათეულობით 1000 ლარით რომლითაც მე ვცდილობ რომ ამ გიჟებში მილიონებით რო დარბიან იქით-აქით ისა რა ქვია თავი შევინარჩუნო და რაღაცა ჩანდე სადღაც არ გავხრე შენ რატომ დაგეხმარო რომელიც იმასაც კი ვერ ხვდები სინამდვილეში რომ პატივს არქცევენ გატყუებენ და კიდე სხვას აძლევ ხმას მართლა რა ნამუსით მეუბნებით მაგას